საექნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი გახდება. ამ საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაა საჭირო. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები პრემიერის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს. მიზანი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარადგინება. ყველა ძვირადღირებული იშვიათი ინოვაციური მედიკამენტები რომლებისთვისაც შეუძლებელი იყო რეფერენტული ფასის განსაზღვრა სხვადასხვა მიზეზის გამო, რეკომენდირებული იყო, რომ პირდაპირ შესყიდვის გზით წავსულიყავით და უშუალოდ წარმოებლებთან ქონოდა მოლაპარაკება ამ მედიკამენტების შესყიდვაზე. ეს არის ინსულინის მარაგების შეძენა, ეს არის იშვიათი დაავადებების მედიკამენტების შესყიდვა, 30 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს იშვიათების ბიუჯეტი, ასევე ინსულინების არის 10 მილიონზე მეტი და უკვე ეს მსგავსი შესყიდვები გვინდა რომ საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქციოთ.